მაშასადა მე ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად მოთხრობას ვინ წერს, ხო? ლექს ვინ წერს, ამაზე ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი, ზღაპრებს ვინ წერს, ან ვინ იგონებს. და დღეს ახლა უნდა წაგიკითხოთ მე თქვენ მოთხრობა, რომლის სათაურიც არის დედის სიხარული. ჩვენ ვიცით, რომ ყველა მოთხრობა ზოგადად აქვს სათაური. და სათაურის მიხედვით ხვდებით, რაზეა ეს მოთხრობა დაწერილი. წეღანაც ვახსენე და ეხლაც მინდა გავიმეორო. მაგალითად თუ მოთხრობა ასეთი სათაურით არის. კეთილი ძაღლი. რაზე იქნება ის მოთხრობა დაწერილი? ძაღლზე, რომელიც ავია, იკბინება და კვენს არა. ანუ რაღაცა სიკეთე გააკეთა, ხო? კი ბატონო. დღევანდელი ჩვენი მოთხრობის, რაც მე ახლა თქვენ უნდა წაგიკითხოთ, სათაური არის დედის სიხარული. ანუ ვინ გაიხარა? დედა. ანუ პატარა მოთხრობა არის დედაზე, თანაც ისეთი ამბავია, რომ რაღაცა გაუხარდა დედას. აბა ხელი ამიწიეთ, ეხლა ვინმე ტყვის ლამაზად უნდა ავიწიოთ ხელი, თომიკო ლამაზად ვერხზე დადეი დაყვი და ისე. აბა ხუბუტია, რაც შეიძლება გაუხარდეს დედას? კარგი მისლები და კარგი სწავლა. კარგად რომ სწავლო. შემდეგ, აბა ნიკო შენ რა სიტყვი, ხმამაღლა ოღონდ? დედას რომ მიუყანო, ყვავილები რომ მიუტანო. ყოჩა, აბა კიდე ვინმე ტყვის, აბა ელენე? უნდა ძალიან დიდი ხანი ეგ რომ მიუტანო. ხო, რომ გაიგებ და რო იცი, რომ ძალიან უნდა, რომ იმას აჩუქებ და მიუტან. ნიცა? დედას რომ საჩუქარი მიუტანო. საჩუქარს რომ მიუტან. თომა შენ რა სიტყვი? ამიწიეთ ხელი, ნუ გერიდება. მიუტანოს ბეჭედი. ბეჭედი გაუხარდება დედას, ხო? რა თქმა უნდა, ლამაზი. შემინდა გავუკეთა. აბა, ლარა, შენ გინდოდა რაღაცის თქმა. აბა, რა გაახარებს დედას? და საჭოლში ყავის მერტ. ყავის მირთმევა, რა კარგი გოგო ხარ. მართლა კარგია ეგ. აბა, კიდევ დაჩი? სამაჯურს მიუტან, სამკლაურს. აბა, მიდი. დედას რომ ყველაფერი დაუჯერო. დაუჯერო, რა თქმა უნდა. აი, რა კარგი პასუხია ესეც, სხვა პასუხებიც ხო გადასარევი იყო და ყველაზე მეტად რა ახარებს დედის გულს. ყველაფერს რომ უჯერებ, დაუჯერებ, კარგად იქცევი, კარგად ისწავლი და რა თქმა უნდა საჩუქრებით. სამაჯურიც უხარია, ბეჭედიც უხარია დედას, ყავის მირთმევაც უხარია. აბათ, მაქეთ ბიჭები რას ვამბობთ? მიდი, ისმენ. ადექი ფეხზე ადექი და ისე და ხმამაღლა. დედას რომ სკოლიდან გაბრუნდი 10-იანი ხელზე რომ ეძებდა. დედა, კარგი ნიშანი. შენ, ბაჩე, რას ამბობ? ხო. დედას რომ დაეხმარო. მათე. დაეხმარებიო, ხალხო, რა კარგი პასუხი, რომ აი, რომ აერეულია რაღაცა სათამაშოებს დავყრით და რომ გიო, აბა გისმენ? დავი. კაცაბამი მიუტან. ძალიან კეთილი ბავშვები ხართ, მე მჯერა რომ თქვენ ძალიან კარგები ხართ. მე დედას ვეხმარები სულ. ხო, აბა, კარგი, აბა ვინ იწევს და დავამთავროთ. გისმენ? რამე რო აქ დედას და ყოჩა, შენ მოტა? დედას რომ ბევრი ფული მიუტანო. ბევრი ფული რო დიდი ბიჭი რო გაიზრდები და სამსახური გექნება და რაღაცა ფულს აჩუქებ ხოლმე, ხო დედას? აუცილებლად, რა თქმა უნდა, საჭიროა ფულით რომ რაღაცები შევიძინოთ, ხო მართალია? ალექსანდრა, მიდი რაღაც გინდოდა. მიუტანო, ანუ დაუჯერო, დაგიძახებს, გთხოვს მოტანას და შენც მიუტან.